ძალიან მაგარი იქნება და თუ ამიტომ რომ მაგაზე ჩვენ დაკავშირებით და თქვენ რომ ეხლა მაგის უარყოფაზე არ წახვალთ რომ ნამოხვანი არ აშენდება არ დაერთდება და ასე შემდეგ ეგ ეხლა მაშინ რა თქო ყოველი უნდა თქვა ხო იმიტომ ვიცით თქვენი განწყობები სადაც რა სხვანაირად ფიქრობთ და ერთ შეხვედრებშიც მიგვიღია მონაწილეობა ამის გამო რა ვიცი დავგეგმოთ მანამდე შეჩერდეს ეს პროცესი გავაგრძელოთ და ეხლა რაზეც არ არსებობს პასუხები იმ კითხვებზე გაეცეს და იმის დამიხედვით გადაწყვეტს. აი ამაზე ვარ დამიხედვით ძადო. მინიმუმ ანუ იმას მაინც დაგანახებთ რომ ეს ქვესადგური არის სხვა მიზნებისთვის და სხვა მნიშვნელობისთვის. გამოვყოთ და ეს ჩვენ იმ პროცესებში ვერ ჩაერთობთ ის სეგმენტი რომელიც კომპონენტში საუბრობთ ქვესადგურთან დაკავშირებით, როგორც ელექტროსისტემის ხელმძღვანელი. კი, რა თქმა უნდა. პრობლემა არ არის. უბრალოდ ამიტომ ვუთხარი და მე წეგანას ვთქვი რომ რამდენად ზუსტად მოვიდა თქვენამდე ის თხოვნა მე რაც პოლიციას ვუთხარი რომ ეთქვათ რომ ფართოდ გვაინტერესებს თქო კითხვებზე პასუხი და არ კონკრეტულ ქვესადგურზე. ამ წუთში ეს ბრძაობა არ არის თქვენგან და ამ კითხვებზე პასუხები არ არის. მე ჩემთვის მოსალოდნელი იყო სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ეს მაინც პირველი შეხვედრაა. ხო, ანუ ძალიან კარგია ეს ქვესადგურთან დაკავშირებით. გითხრათ ხო ამაზე დაკავშირებით ეს გლობალური საკითხები რაც არის იმაზე კიდევ ერთხელ გავაგრძელოთ რა თქმა უნდა ესე ვერ მიიღო ამას ვერ მიიღო არც სწორად და ისე გლობალური საკითხები ისე გზასაც რო არ მიაბავდეთ კარგი იქნებოდა ეს რო გზა თუ ქვესადგური არ უკავშირდება გზა რატო უკავშირდება ეს გაუგება ყოველ კვირაში იქნება მონიტორინგი რა ყოველ კვირაში იქნება იმის უზრუნველყოფა და გარანტია რომ ივლისს აქ და იმ ორიგებს აქ ტექნიკა და იქნება გზა მაქსიმალურად რაც შეიძლება რომ გაკეთდეს გავლენა სანამ ასფალტი დაიგება კი ბატონო სანამ ასფალტი დაიგება კი ბატონო ხო მაგრამ ეს ასფალტი ვიდარ მალე დაიგოს მეც მინდა და არანაკლებ კიდე რომ ამიტომ გვინდა ეგ დასაბუთება რატო არ იგება იმიტომ რომ თუ ნამოხვანს უკავშირებთ არასდროს არ დაიგება ნამოხვანს თუ უკავშირებთ ეგ გულისხმობს რომ უახლოეს 10 წლეული არ დაიგება ნამოხვანს უკავშირდება პროექტით ითხარით ხო და ეგ არ არის მაშინ ეს აღიარება გამოდის ამისი რომ არ დაიგება ხო მაგრამ აი როგორ მაშინ კითხვას გისვამ თუ რა ანუ ენკარი არბიტრაჟი წასული როგორ უკავშირდება ანუ ვერ გებულობ ლოგიკას ამ სანამდე არ მოხდება ამ დავის გადაწყვეტა და გადაწყვეტილება როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილება როგორ დასრულდება ეს დავა ენკა დაბრუნდება ამას დროს წინასა რა გითხრათ ეხლა ანუ შესაძლოა დაბრუნდეს არა ვერც იმას გეტყვით ვერც ამას ეს არის დავის თემა მე როგორ გითხრათ არა ეგ რატო გეუბნებით თამას ისე თქვენ რომ უფრო დაფიქრეთ ანუ ჩვენ როგორ ვსვამთ იკრებს და მარტო ხო აქვს პასუხი, ანუ თქვენ კოლექტიურად გქონთ პასუხი, ხო? ანუ ხელისუფლება ხართ და შეიძლება სხვა უწყებებთან გიწევდათ შეკითხვები. ამაზე რომ როგორ არის, სხვა მოკითხები. ამიტომ მე ახლა კი არ გაბრაზებ თქვენ რაღაცა ამბიქებს როგორ გისვამთ. ანუ იმიტომ გისვამთ რომ თქვენ იცოდეთ ჩვენ რა კითხვებს ვსვამთ. ხო რომ მე არ იყოს ამაზე ზედაპირული პასუხი. ესეთი უბრალოდ რომ ენკა არ ვიცით, როდის დალაგდება და მე როდესღაც რაღაც იქნება. ანუ ოდესღაც რაღაც იქნება არ გვაქვს. ეს გზები იქნება გავლადი იქნება მაქსიმალურად. არა, მაგის გავლადობა როგორ არის? იცით ეხლა შეუძლებელია არ ხერხდება ფიზიკურად. ეხლა ერთმანეთს მოვატყუებთ რაღაცაზე, მანქანა თუ წინ გაგიძღვა, აი ჩვენ რომ თეთრი ხარ მტვერისგან, ანუ ესეთი არის. არა პირადად გავაკეთებ. ჩემ ჭიჭკებთან გადის ეს გზა. მე თო ვარლამ ვთქო, მართლა მტვერიზე არა ლაპარაკი. არხებს რომ შლამით ამოწმინდა და იმითი გადასწორდება გზა, ამას გაკეთებული გზა არ ქვია. ეგ როცა თქვენ კიდე მეორე სანამ მოგვაწვინეთ ხმა და სანამ ენკასთან გაგვიოლეთ ამეთი მონიტორინგი. სანამ ენკასთან გაიყოა სიტუაცია. რამდენი მოვალეობა მაქვს ამ ქვეყანაში ეს გამაგებია რომ სირათუნავია ამ გზაზე მე არა მაწუხებს მეტი ამ ხარია მე ეხლა საჩემელია ეს მართლა ერთი და მაინტერესებს. გზების მონიტორინგი გამოვალე. ფეხი დაცვიეროთ ამ გზაზე და უფრო შევხედოთ შედეგს. ფეხით ვიარ. მანქანით არა. კონდიციონერი ჩართული არა. შეკეთებას ფეხით ვიაროთ ჯობია. ხებს ახარჯავ. დარჯობი ერთი ასფალტი გააგოს მანამდე. 900 მეგავატიანი ჰიდრომოაკუმულებელი სადგური. არა მე მართლა მაინტერესებს იმდენი ხალხი. ასტაციონარი მაკლია ჩემო კარგო. როცა ფეხით დავდივარ მე მაშინ ხედავ ეს საათ. ეს გავს სილამაზე. მდგომარეობაში და პატრიოტებში არა ეგ არაფერში არის. აი კიდე მაგრამ მანქანიდან არ უყურებ კიდე ამ ისე
ნელი შუშებიდან არ უყურებთ. საჭირო იყო და აბენა გააკეთეს რა. ნაცი შვეიცარია არა ჩვენც მაგას ვამბობთ რომ რატომ მივიღეთ თქო იმ კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობა როცა იყო ყველა ჯერზე იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ პატრიოტიზმი ესე კარნახობს რომ ჰესი ცუდია ეს ხო არ გვიქნას არასდროს პირიქით ჩვენ მოდი განვიხილოთ ამ განხილვაში არ შემოდიხართ არასდროს ეხლა აგერ გუშინ გამოვათიეთ რომ მოსულიყავთ ხო ცოტა მაპატიეთ ესე ლაბორატორია მაგრამ ესია ხა რეალობა ესეთია ახლა ვიხვეწებით ჩვენ ამას ვიხვეწებით ჩვენ წელიწად ნახევარი რომ ვისაუბროთ ამაზე თქო რომ თქვენ არ გიძახოთ რომ ნელები ხართ და დენი უბრალოდ არ გინდათ და თქვენ ხართ პატრიოტები და კომის განვითარება გინდათ ხო ანუ ეგ არასწორი დაყენებაა საკითხი სამშობლოს უი ვანაიდა როდის აბა ანუ თქვენ კონკრეტულად არც ხელისუფლება მეტისინათლეო არ ხო გეუბნებთ ახლა ჩვენ აი მაგ საუბრებზე თანახმა ვიყავთ ყოველ შეგეცნობათ ნამდვილად დავიზარდეთ არა ხო არა კი ბატონო ეს გარკვევის პროცესი ამისთვის მაშინ თქვით მედიაციაში როცა მონაწილეობდით რომ ყველა მზად უნდა ვიყოთ შტაბ-შტაბების ცვლილებისთვის საერთოდ და საერთოდ ცვლილებისთვის ანუ არ შეიძლება ადამიანი ჩაბეტონებული იყო ერთ-ერთ პოზიციაზე ეს ცოტა სისულელის ნაწილია ხო რაღაცა სულელური პოზიცია ალბათ რომ ესე რაღაცა სულელით და ეგრეს ამოდე უბრალოდ ეხა რა მუდაც ხატყოს ეგ შტაბ-შტაბების ცვლილება არის განხილვის პროცესი სადაც მხარეების უფლებები დაბალანსებულია სიტყვის უფლება ყველას აქვს მერე სწორი როგორცაა და რო გაეცემა კითხვებზე პასუხი იმის მიხედვით მოხდება რაღაცის გადაწყვეტა ხო და თუ მაინც ისე მოხდება რომ მაინც მე როგორც ვფიქრობ ისეა სწორი და არანაირად აპელაციას წინასწარაც არ ექვემდებარება ეს მაშინ ხო მას ასე მიდის ზუსტად ეხა პროცესი აქ და მითოც არის ეს პროტესტი ისა რომ თქვენ ფიქრობთ რომ არ ექვემდებარება აპელაციას და ესე უნდა იყოს ამიტომ გეუბნებით რომ გააჩერეთ სამუშაო და მე ვილაპარაკოთ ეს სადგურიც ქვეყნის განვითარების ნაწილია და ამიტომ ორივე მხარე ყველა ერთნი ვართ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ვალდებულები ვართ სწორედ ვიყოთ გადაწყვეტილებები მინიმუმ ეს სეგმენტი გამოსაყოფი იქნება ნამოხვანის არსებული პროექტი რადგან შესაძლებლობა მაქვს ბარემ მკითხავთ თქვენ ყველას ვეკითხებით ხოლმე თქვენ რამე იყო იქ პუნქტი რაც არ მოგწონდათ? ერთი რამე მაგალითად ერთი რაღაც რაც შეიძლება თქვენ არ მოგწონდათ. არა ეხა ესე არ მახსენდება. არაფერი, ანუ ყველაფერი მოგწონდათ? არა, არც მაგას არ ვიტყვი ეხა, იმიტომ რომ დეტალურად ეხა მე მაგ პროექტი გავლილი არა მახსოვს. დავშოთ ხელშეკრულებას იცნობდით? არა. არ იცნობ, ხო? აი ეს სამშობლოვანი არის ეხა ბოლოს ყველა ესე იყო რომ ჩვენ თავით მოდიოდა და გველაპარაკებოდა რომ თქვენ ბნელები ხართ და ქვეყნის განვითარება არ გინდათ არანახ ხელშეკრულებას არ იცნობდა ჩვენ გარდა მარტო ჩვენ ვიცნობდით ისინი არა ვიცავთ ზონეო და არავინ არ იცნობდა წაიკითხე და იქნება შენც მაგას ფიქრობ რა ვიცი მე ხელშეკრულება მეორე საკითხი ცოტა სიმძლავრესთან დაკავშირებით ანუ მიდგომა სიმძლავრო 433 მეგავატით მეტი დენი რომ კარგია ეს არის აუცილებელი რამე ეს გიჟი უნდა ლაპარაკობთ გვინდა რომ მივახციოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და თან შიგნით ერთმანეთს ვებრძვით ხო არ ეხლა ჩვენ ხო არ ვართ განწყობილი სამაგის ცოტა ხა მაგიტო ვამბობ ამას რომ მერაბ ლომინაძე იყო როცა მოვიდა და ავკარგიანობაზე იყო ლაპარაკი და ასაბუთებდა რომ კარგია და ილანძღებოდა ხალხის მისამართით ითხე არ ქონდა წაგიკითხული. ანუ არ იცნობდა პროექტს. ეხა ზოგადად, ანუ ზოგად პლანში თუ ვიტყვით რომ 400 მეგავატი დენი უფრო მეტი, კარგია. ამაზე ხა ვინიდავთ, მაგრამ ეს 400 მეგავატი დენი რის ფასად, როგორ, მართლა ის 400 თუ დაუშვათ ნაკლები თუ მეტი, ანუ მოგება იქიდან ვის, ასე შემდეგ კომპონენტებია, ხო კომპონენტები შეადგენს ამას. კი ბატონო, კი. ამიტომ ვამბობ რომ ეს საკითხები დამეწუნეთ რა, რომ ის სიმძლავრე ყველაფერს გარანტიის იქ რაც მეორე მხარეს დევს. ეგ არასწორი პოზიცია საწყისშივე. ხო, ჩემი აზრით ესე არის. ეტო თქვენ ალბათ ყველაფერს რა შეიძლება ხა სიმძლავრე გადაწყვეტოს. თქვენ იმდენად წუხართ რომ ამ მეგავატების ხო, აი ხო, ეს მესმის რომ ფარავს უცებ ემოციურად, მაგრამ გონია რომ ემოციური დამოკიდებულება საკითხის ვართ. ანუ არ შეიძლება ჰესის შემთხვევაში ადამიანმა მხოლოდ მეგავატით განსაზღვრო მისი ავკარგიანობის საკითხი. ხელშეკრულების შემთხვევაში შეიძლება აშენდეს ნამოხვანისი. სწორად საკითხის დაყენების შემთხვევაში, ანუ განხილვაში, რასაც ჩვენ მონაწილეობდით, ჩვენ ზუსტადაც არ ნახეთ კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობა რას გულისხმობს. ანუ გულისხმობს იმას, რომ შენ ამის დაშვებას აკეთებ. უშვება, არა? ხვდებით?
შენ თუ მაგის დაშვებას არ აკეთებ, მაშინ სად არიგებ ეგ მონაწილეობას? ეს საკუთარ თქვენ ერთად რომ შედგა შესაძლებელი ახაშენის ნამოხაფიც. თქვენ რო ყვაყოფილი იყოთ ამ ხელშეკრულებას. არა, ჩვენი ყვაყოფილი. არა, ჩვენ ახლა მარტო ჩვენ არ ვართ, ახლა მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობა ჩემ თავზე, მაგრამ ზოგადად სწორი დაგეგმვის ყველა საკითხის გავლის შემთხვევაში საერთოდ ჰესი შესაძლებელი აშენდეს. მაგაზე ჩვენ არასდროს არ გვითხავს, რომ ჰესი შეუძლებელია რომ აშენდეს ბუნებაში. არ გვითხავს ეგ. და ვამბობდით რომ რატო ვამბობდით რომ დავუშვათ, აი ლოზუნგად რატო ქონდა, იცით რომ ნამოხვანესი არ უნდა აშენდეს. ან ენკამ დატო ქონდა, იცით? იმიტომ რომ ეს რომ თქვენი ტვირთია, ამისი გარკვევა მოსახლეობასთან ერთად და არა მოსახლეობის დემონიზება ამ ნაწილში. გესმით? ამიტომ ჩვენი პასუხი იყო ესეთი ამაზე, რომ არ შემოდის კომუნიკაციაში ის ვინც გადაწყვეტილებას ვიღებია და შენ უბრალოდ მეტი არაფერი დაგჩენია თქვა, იმიტომ რომ შენ რა ინფორმაციასაც ფლობ და რაც იცი ამ ყველაფრის შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ უნდა აშენდეს. მე ახლაც მაგალითად ხელშეკრულება რაც იყო, იმ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ვთვლი რომ არ უნდა აშენდეს. მთელი რიგი ფაქტორები აქვს, როგორც დაგეგმილია ენერგეტიკის სექტორი, აი მოხმარების ნაწილი თქვით მაგალითად. მოხმარება არ არის ჩემთვის დასაბუთებული, როგორც მოქალაქისთვის ერთის. ანუ მე არ მინდა ვიღაცის მაინინგის გამო მაგალითად ჩავსვათ ხეობა დავტბოროთ პირობითად, რომ ვიღაცა მეორე საკითხია გადი განვითარება, ანუ წარმოების თვალსაზრისით თუ მიდოთ და რა წარმოებებს ავითარებთ, ვიცოდეთ ზუსტად და ამას მე ხალხისთვის რა მოგება მოაქვს, გადავწყვეთ ამას ხალხი გვიღირს თუ არა, ანუ ლეჩხუმი ჩავსვათ თუ არა ბეტონში და წყალში რა აქედან ამონაგები გვაქვს, გადავწყვიტოთ მე საზოგადოებამ ზოგადად ერთად და არა მაგალითად კონკრეტულად თქვენ ან 4 წლით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელიც შეიძლება მეორე დღეს არ იყოს, არ ვიცი ხო? ან ეს მიდგომებია არასწორი თავისთავად, თორე თუ ამისი ჯგუფური გადაწყვეტა, ესე საზოგადოებრივი გადაწყვეტები იქნება და კონსენსუსი საკითხის მიმართ არა სპეკულატიური, ესე ვთქვათ, ხო? მაშინ ახლა ყველაფერზე ესე ჩვენ რა გვეტყობა მაგ ხალხის, რომ უბრალოდ გვეშინოდეს რამის, ხო? ან რაღაცა არ გვინდოდეს წინსვლა და კარგად ყოფნა. კი, ეგ აუცილებელი არის და დეტალებში უნდა შევიდეთ და თქვენ დაგვიდებით ყველაში. ამიტომ იყოს თქვენგან ეს ბრძაობა და სწორად მივყვეთ პროცესს. მეც არაფერს არ ვიტყვი, ხო? და იყოს პასუხები დასაბუთებული, არგუმენტირებული, სწორი და დამოკიდებულება ადამიანური. ხელისუფლების ფუნქცია ეს არის. რასაც უნდა გაკეთდეს ეს და რაღაც გელაპარაკებით მოვდივართ და ჩვენ ცოტა გიწყობთ ეს გააკეთეთ. თქვენ თუ არ დარეკეთ, მე ვერ დაგირეკავთ. უცეთ ნომერს თუ დროგო ტელეფონის ნომერი. კი, ჩაგაწერინეთ, ხო? ბატონო. აი, მოკლედ, ესე იგი, შეთანხმება ამაზე მიღწეულია და ბატონო. აი. გამორთე მოკლედ ლაივი, ეხლა ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ საჯაროებისთვის და ხალხს აინტერესებს ზოგადად პროცესი.